კარგი გამარჯობა YouTube-ი მოგესალმებით მეგობრებო, არა მარტო YouTube-ი, Facebook-იც გამარჯობა და ყველგან სადაც აიტვირთება ეს ვიდეო, ყველაც კარგი გამარჯობა. მოგლედ. ეხლა თქვენ უყურებთ ძვირფასო მეგობრებო 1911-ის, ასე ვთქვათ, ლეგენდარული იარაღის კოლტის ტარს. ანუ ეს მოხსენით ამერიკაში ჩემი მეგობრის თამაზ მერკვილაძის იარაღის არის ეს. და უთხარი რომ მეთქი თბილისში რაღაცას ვნახავ მეთქი ისიც რომ ანუ ამ ტარების მაგივრად მეთქი ან სპილოზვალი იქნება ან რაღაცა მეთქა დიდი ხანი ვეძებე სხვათა შორის და ვერ ვნახე ზოგმა ისეთი ფასი მითხრა რომ საერთოდ აზრი არ ქონდა ლაპარაკს ხო და ესეთი ამდენ ძებნაში მოკლედ ხან შალხიძე ვიყავი ხან რა ვიცი ინტერნეტში დავსერჩე და რაღაც მინდოდა რომ გამეკეთებია რა ისეთ ლამაზი და კარგი და ქართული რომ გამოსულიყო და ძალიან მაგარმა ადამიანმა აჩომ ჩვენო მეგობარმა კარგმა ოფროუდერმა ის ამ პატროლის პატრონმა და რა ვიცი კარგმა მედანემ კარგმა კაცმა მოკლედ მაჩქვა ძვირფასო მეგობრებო მამონტის ეშვი მამონტის ეშვი რომელიც ჩამოიტანა რუსეთიდან გამოუგზავნა იმიტომ რუსეთში მოგეხსენებათ რომ მამონტი ანუ ციმბირში ამ ასე ვთქვათ გამყინვარების პერიოდში წავიდნენ ეს მამონტები მუდმივი მაინც იქნება თანახი მიგრაცია განიცადეს და ეხლა რომ გლობალური დათბობა არის ძვირფასო მეგობრებო ბევრი ვიდეო არსებობს ამის ინტერნეტში რომ ლღვებად ეს ქანები რო იშლება იქ პოულობენ და სხვათა შორის ყიდიან მაგრამ მინდა გითხრათ რომ ეს ანუ ლეგალურია იმიტომ რომ მამონტი აღარ არსებობს სპილოზვალი კონტრაბანდაა მაგრამ მამონტი ჩვეულებრივი ამბავია, ბევრი მედანე და ნაიფმეიკერი იყენებს მამონტის ეშვს, არა მარტო დანებში, არამედ სხვა ნაკეთობებშიც, ну, ბევრი ვარ ვილაპარაკო. გაჩვენებთ ახლა მეგობრებო, აი ეს არის მამონტის კბილის ნაწილი, თორე ეს იყო 1.5 თუ 7 კილო იყო, არ ვიცი დიდი და ანუ ჩამოაჭრა და მაჩუკა აჩომ ესეც რა მამონტის ეშვთან ერთად ანუ წარმოიდგინეთ მეგობრებო ხა ეს არის რამოდენიმე რა ვიცი 5-დან 10,000 წლის წინ იყვნენ ეს მამონტები ძვირფასო მეგობრებო წარმოიდგინეთ დრომ ვერაფერი ვერ უქნა რა ეს იყო გაყინული ხა სადღაც ჩაყინული იყო და ამას მე გამოვიყენებთ ასე ვთქვათ დანის ტარში მაგალითად მაგრამ მე დავპირდი დავითას შენ ჩემო მეგობარო ამერიკაში ამას გამოგიგზავნი მაინც გედო სახლში ხა შენ დიდი მედანი არ ახარ და არც მაგის გამკეთებელი არ ახარ და ხო და ასე გედო ჩემგან ეს კონდეს საჩუქრად ხო დაუბრუნდით ისევ მეგობრებო ამ M1911-ის ტარს სპრინგფილდაც გააკეთა 1911-45 კალიბრის ზიგზაუერმა რა ვიცი ბევრმა მიბაძა იმიტომ რომ საკმაოდ ისეთია რა 45 კალიბრი ერთი თუ მოსდე ტერს რა ანუ დუპლის გასროლა აღარ ჭირდება ყველამ ასე ვთქვათ ვინცაც გიყვართ იარაღი და სროლა ყველამ იცით 45 კალიბრი სერიოზულია თუმეტეს პისტოლეტიდან ნასრული პატარა იარაღიდან ასე ვთქვათ მეგობრებო აი ესე გამომიგზავნა მაგრამ რა არის ხა უყურე თავარი მუღამი აქ რა არის რომ მარტო ის რომ მინდოდა მამონტის ეშვი გასაგებია, მაგრამ მამონტის ეშვს ხო თავის მოპირკეთება უნდოდა და ბატონმა თენგიზმა მიქენაიამ არაჩვეულებურმა ოსტატმა აი ესეთი რაღაცეები გააკეთა. მეგობრებო, აი შოქში ვარ უბრალოდ რა შეხედე რა. შეხედე უბრალოდ რამდენი ხანი მოუნდა ხა ამის გაკეთებაზე, რამდენი ეს არის უმიკროსკოპის ქვეშ მეგობრებო გაკეთებული. ეს მინდოდა რომ ქართული ყოფილიყო და დიდგორი ხედავთ ალბათ მეგობრებო რომ ესე დავდებ ფოკუსაც გავასწორებ ეს არის დიდგორი მონუმენტი დიდგორის საქართველოს დროშა ესენი არის მეგობრებო ვერცხლის ბურთულები გაკეთებული და ეს ყველაფერი არის მიკროსკოპის ქვეშ გაკეთებული არ ვიცი რა ბატონო თენგის თქვენ ხართ რა ვიცი რა ოსტატი ნომერი პირველი რა ვიცი რა ძალიან მაგარია შეიძლება Facebook-ზე ჩაწეროთ ჩემს ვიდეოებში ბევრჯერ ამ ყავს გადაღებული მეგობრებო იქაც შეიძლება ნახოთ ანუ ეს არის ძალიან მაგარი ნაკეთობები აქვს იქ ასე ვთქვათ ლუსკუმები და დანები ცალკე საეკლესიო ასე ვთქვათ
ხატის ჩარჩოები და რა ვიცი ძალიან მაგარი რაღაცებია გაკეთებული ბატონო თენგიზ და ეს საჩუქრად გამიკეთა მე ძირფას მეუბნები აი მეორე შეხედეთ რა მინდა რომ ეს თამაზის უყარს ვეფხი და მოყვება რაღაც ქართული უნდა რა ანუ კოლტი გექნება თამაზ ანუ რა გითხრა ეხლა რა თუ შენი სპრინგფილდია არ მახსოვს ზუსტად მეგონი სპრინგფილდია პირველი ანუ ერთი გექნება მარტო შენ და всё მეტი აღარის არ იქნება რა აი ამეებს რომ მიუყენებთ მაო აი შეხედე უბრალოდ ნახე რა ნამუშევარი შეხედე რა ვეფხი და მოყმე და ეს არის უ მიკროსკოპის ქვეშ მეგობრებო და რა ვიცი მადლობა კიდევ ერთხელ ბატონ თენგის რო ესეთი მაგარი საჩუქარი გამიკეთა მე რა ანუ დაიწყო აჩო და ნაჩო მაჩუკა მამონტის ეშვი და ამუშავა ბატონმა თენგომ ზუგდიდში მოკითხვა ზუგდიდელებს დიდი სიყვარული ჩემგან და მთლიანად სამეგრელოს ჯიგრები ხართ და აი ესეთი საჩუქარი მიდის ახლა ამერიკაში რა გაუგზავნით თამაზი მერგულაძე ჩვენთვის თამას აი უმაგრესია რა მეგობრებო რა აი რა ვიცი ხა კამერა ვერ გადმოგცემთ ახლა ამას რა ძალიან მაგარი რაღაცა არის რა ვისაც გიყვართ იარაღი ეხლა მე არა მაქვს სამწუხარო და კოლტი აქვს თორე აი მიუყენებდი და ნახავდით რა მაგარია ხო კიდე რაც თავარია თამა უყურე ესენი არ გადავხრიტეთ მაო მაგას ჯობია დავაწებოთ იქ ანუ ამერიკელს ვინმეს უთხარი მან არიან ბევრი იცი შენ საათს უნდა მიხვიდე და გადახრეტა თუ გვინდა მაგალითად აი თომათენგის მესეთ რაღაც გააკეთა უყურე აიღო შაბლონები რა ეს ნახრეტებისაც შეიძლება რომ გაკეთდეს მაგრამ მე მაგალითად შენადგილზე მას არ გადავხრიტავდი იმიტომ რომ რო გავხრიტოთ აი ამ ხელებზე რო გადავხრიტოთ ამა თანამაში მე ეს ჭანჭიკი უნდა ჩავიდეს რაღაც აი ეს ნახატები რაღაცები გამოვარდება ჩემი აზრით მაგალითად ეს მაინც გამოგიზავნი ამას შაბლონი არის ეს რომ დაადონ და იმის მიხედვით გახრიტონ მაინც მე მგონია რომ კარგი ვქენით რო არ გავხრიტეთ იმიტომ რომ მაგალითად შენ რომ მოგინდეს მაგ ანუ სხვა უფრო ძვირადღირებული იარაღის ყიდვა იმაზე გადაიტან შემდეგ რა და ჯობია ვაფშე დაძებებული იყოს ჩემი აზრით მაგრამ ეს ჩემი სუბიექტური აზრია პატრონი შენ ხარ ზემოდან რაც ქინა ისქენი გინდა გადახრიტე გინდა ნუ გადახრიტე მე არ გადახრიტავდი მაგათ იმიტომ რომ რაღაც არ დაუზიანდეს მაინც რა ვიცი ისეთი გაკეთებული და ისეთი იმდენი შრომა ამას ჩადებული რომ რა ვიცი რა გითხრა აი ესეთია მეგობრებო ესეთი მაგარი საჩუქარი მიდის ახლა ამერიკაში ჩემგან აჩისგან და ბატონი თენგიზისგან აი ესეთი საძმა კაცო გაგიკეთე ეგეთი ისა რა ჩათვალე რა ჩერე ძმაკაციდან ესეთი ჩაჩუქარი რა თამ ვიცი რომ ეგეთი პიგევასება და აი ამეებსაც გამოვაყოლებ მაინც თუ გადაწყვიტავენ ამერიკელები ამის გადახრიტას მაგრამ რაღაცა მეეჭვება იმიტომ ხელს არ მოკიდებენ მე ესე მგონია ეს კიდე დავითას ჩემგან საჩუქრად კონდეს ეს სახში დადე მამონტის კბილია ეს მეგობრებო აი როგორი სტრუქტურა აქვს ნახეთ ნახეთ დანის ტარებში იყენებენ ამას მედანეები და არა მარტო დანის ტარებში დანის ტარს უფრო უხდება რა სტაბილიზაცია ჭირდება ახლა ამას და სტაბილიზაციას რო გავუკეთებ მე ძალიან მაგარი ფერში გამოდის რა ეს კბილი იყო მიახლოებით აჩიმ როგორც მითხრა 5-დან 7 კილომდე იყო ჩვენი ადამიანის კბილის მსგავსი იყო ძალიან დიდი წარმოიდგინეთ ფესვებით და რაღაცა და ის არის გადახერხილი და აი ეს ცხოველი მეგობრებო ეს უმაგრესი ულამაზესი ცხოველი მე ესე ვიტყოდი სამწუხაროდ აღარ არის ჩვენ პლანეტაზე და აი ესეთ უპოულობენ ჩაყინულებს რა მაგრამ რა ვიცი გენური ინჟინერიითო შეიძლება რომ გაკეთესო მაგრამ რა ვიცი ვერ გეტყვით შეიძლება მოვესწოთ მაგასაც რომ გენურმა ინჟინერიამ გააკეთოს მამონტი არც მაგას გამოურიცხო რა ხან ცხვარი გააკეთეს და დოლი დაარქვეს როგორც მახსოვს არ ვიცი ხა ეს ცხვარი ცოცხალია თუ არა მაგრამ მე მჭირდა რომ გენური ინჟინერი მიაღწევს იმას რომ გადაშენებული ცხოველები და ორგანიზმებიდან აიღებენ დნმ-ს და გააკეთებენ ალბათ უკვე აკეთებენ კიდევ უბრალოდ მაინც რაღაცების გამო ასე არ არის ასე თქვა გაბაზრებული როგორც იტყვიან რა მოგლეთ სულ ეს იყო მეგობრებო ეს მაგარი ვიდეო მინდოდა თქვენთვის მეჩვენებინა გამოიწერეთ ჩემი არხი ჩამომეგობრებო და ბევრ ახალ ვიდეოებს შემოგთავაზებთ ხო რაც შეეხება მაღაზიას რომ ბევრმა დამისვა კითხვა ეს ვიდეო რო დავდეთ ჩვენ მაღაზიას ერქვა ტრიგერი
და ყველაფერს ეტაპობრივად მოგაზრდით, მეგობრებო, ალბათ დიდი ალბათობით, როცა შევივსებით, რაღაც პროდუქციები ჩამონდის და ჩამონდის ნელ-ნელა და როცა შევივსებით, ალბათ გაზაფხულზე, ზაფხულის დასაწყისში გავიხსნებით და, რა ვიცი, ჩემო გამომწერებო ყველას გეპატიჟებით ამ გახსნას, იმიტომ რომ გრანდიოზულ გახსნას გეგმავთ. იმედია ყველაფერი კარგად იქნება. აი ეს ულამაზესი საჩუქარი მიდის ამერიკაში თამაზისთან, ვეფხი და მოყმე. და აქეთ დიდგორი. ძალიან მაგარი. წარმოიდგინე ახლა ეს რა სხვადასხვა რაღაცაა რა, სადეს. ძალიან მაგარი იქნება. შენ იქნება ეგეთი არ არის პირველი იქნები შენ. ამერიკაში კი მსოფლიოში, სხვა სარავის არ იქნება. ასე და ამგვარად. ვიცი ხა კომენტარებში დაიწერება რომ აი მეც მინდა გავაკეთო ესეთი და ბატონ თენგიზ რო ვთხოვოთ და რაღაცა. თენგომ ესეთი რაღაცა მითხრა. არაო მაგისთვის მე ვარ ცალიაო ეხლა სხვა რაღაცეებიც თუ მაგრამ მე ვთხარი რომ მეთქი სანდროს დაველაპარაკები მეთქი მაგის შვილს ასე რომ მეგობრებო თუ მაგალითად თქვენს გინათ რომ ვიღაცას გაუკეთო ესეთ საჩუქარი არ ვიცი სანდროს დაგაკავშირებ და სანდრო მერე ბატონ თენგიზ ეტყვის რა და როგორ იქნება მე გამიკეთა ბატონმა თენგიზმა სრულიად უსასყიდლოდ საჩუქრად როგორც აჩომაჩუკა ამის ეშვი და როგორც მე ვჩუქნი ხა ამას თამაზის და დავითას ეს დავით შენცმო სულ ეს იყო მეგობრებო კიდევ ერთხელ ჩავატარებ ამას და ნახეთ რა ძალიან მაგარი ნამუშევარია არ ვიცი აი ნახეთ აი რა ამას მიკროსკოპის ქვეშ მეგობრებო ეს ყველაფერი არის მიკროსკოპში შეგეკეთებული ძალიან დიდხანს მომუნდა მაგრამ არ გაჩქარი მეთქი მთავარია კარგი გამოვიდეს მეთქი და ისი აგიხდეთ ყველაფერი ძალიან მაგარი წარმოიდგინე ხა კოლტი რო გიჭირავს ხელში 1900 წელს და აი ესეთი ტარები რო აქვს რა თამა ამას რო გააკეთებ მე გამოფენაზე შეგიძლია ამერიკაში გააქირავო ხოლმე რეგი არაღი რა საკოლექციო რო მაგით ფულშოულობენ კიდე ხო იცი მანქანებზე ეგრეა იარაღებს ეგრეა სადღაც რო ეწყობა დიდი გამოფენები აი ესათვის კომპანია ქირაობს შენგან მანქანა იქნება თუ რაც გაქვს ასე ვთქვათ საკოლექციო და ესე მეგონი ცუდი აზრი არ არის მაგრამ შენ ისეთი ხარ რაც გააქირავებ ბიჭო ამას თვალში ნივიდეო ვთხილები ხო ვიცენი ამბავი კაი დასადები უნდა ეხა ამას მაგ კოლს თავი ჩასადები და ბუხრის თავზე გამოჭიმე იქ კარგი ლაპარაკი გამიგზელდა სულ ეს იყო მეგობრებო დიდი მადლობა აჩის დიდი მადლობა თენგიზ მიქენაიას დიდი მადლობა ვასო ხაგაძეს დიდი მადლობა თამაზის და დათოს და ყველას მეგობრებო ჩემო გამომწერებო გენაცვალეთ სულ ყველას რა ჯიგრები ხართ მადლობა რა ვიცი მეგორი კაი საჩუქარი გამომივიდა რა აი ესეთი საძმო საჩუქარი აბა ჰედა აბა ჰო